დღეს შევწოთ ქათამი აზიურად, ძალიან ხრაშუნა და გემრიელი მისართმევი გამოვიდა და როგორც ყოველთვის ამჯერადაც გამოვიყენე ბიუბიუს ნედლი ქათმის ფილე. დავჭრათ კუბებად და გადავიტანოთ დითაში, მოვამზადოთ მარინადი ქათმის ფილესათვის. ამისათვის ცოტა მარილი, პილპილი, სეზამის ზეთი, სოიოს соуსი, ცოტა სოდა, ნირვისფრული, 1 ცალი კვერცხის ცილა, კარგად გადაურიეთ და წაიღეთ მაცივარში მინიმუმ 3 საათის განმავლობაში. ცალკე ჯამში გადავიტანე კარტოფილის სახამებელი და ახლა მოვათავსოთ ჩვენს მიერ დამარინადებული ქათმის ფილე. წინასწარ გაცხრებულ ტაფაზე გადავიტანოთ ზეთი, შევწოთ ორივე მხრიდან, ასევე ხელსახოთზე მოვათავსე, რათა ზედმეტი ცხიმი შეიწყოს, საკმაოდ ხრაშუნა გამოვიდა და ახლა გადავიდეთ соуსის მომზადებაზე. თაფლი, შაქარი, სოიოს соуსი, ბრინჯის მარი, ცოტა წყალი, ტომატის პასტა, ეს ყველაფერი კარგად გადაბურია ერთმანეთში და გადავიტანე ტაფაზე. როდესაც გაცხელდება და უფრო ბლანდ კონსისტენციას მიიღებს, შეგვიძლია რომ უკვე გადავიტანოთ ჩვენს მიერ შემწვარი ქათმის ფილე, მოვაყაროთ ზემოდან სეზამის მარცვლები და მაგალითად ბრინჯის გარნირთან ერთად დავაგემოვნოთ.